თბილისის სამხარი და კონსერვატიული პარტია იმილის ეგრეთ წოდებული ზარია ვასტოკასა და ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენასა და ნგრევის შეჩერებას ითხოვენ. ამ მიზეზით მათ მერიაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და პასუხს 10 დღის ვადა შეელოდებიან. თბილისის მერიის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. მერიამ მხოლოდ წერილობითი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ მიმდინარეობს გამომცემლობა მერანის ყოფილი შენობის აღდგენა, რეაბილიტაცია და მას თავდაპირველი იერსახე სრულად შეუნარჩუნდება. ხოლო ამ შენობის უკანდებარე ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს და იქ ავტოსადგომი მოეწყობა. ზემოთ ჩამოთვლილი სამივე შენობა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებშია აშენებული და არქიტექტურული ღირებულების მქონეა. კვალიფიციურმა ადამიანებმა იუნესკოს ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიჩნიეს, რომ 1928 წელს აშენებული ზარია ვასტოკას შენობა არის თბილისის არქიტექტურის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი. მოთხოვნა არის ძალიან ელემენტარული, როცა რაღაც ზაპირებენ, ეს იყოს უნდა განხილული, ეს უნდა იყოს რაღაცა სპეციალისტების, პროფესიონალების, საზოგადოების დაინტერესებული ადამიანების ნახონ ყველამ და განიხილონ და მიიღონ ესეთი შეჯერებული გადაწყვეტილება. ეს არის 30-იანი წლების შენობები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია, არის ეტაპი, როცა თბილისი ვითარდებოდა.